ბოლოს კი ჩვენ ვისაუბროთ უკვე სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შესახებ. ეს ეს ორი მიზეზი გვაქვს, რომ ამ თემას ესე შევეხოთ. პირველი, იმიტომ რომ ეხება ეს აგრძელებს ესე ვთქვათ საგლეხო რეფორმას, იმიტომ რომ ამ ბანკის იდეა არის შესთავაზოს კრედიტი თავადაზნაურებს, რათა მათ მოახდინონ მეურნეობის გარდაქმნა, იმისთვის რომ ვთქვათ პატუყობის გაუქმების შემდეგ არ მოხდეს მათი გაკოტრება და მეორე წარმოაჩენს ძალიან კარგად თერგდალეულთა ვთქვათ აქტიურობას ეკონომიკურ ასპარეზზე. თვითონ ბანკის დაარსების იდეა დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნის და იდეა იყო მდგომარეობდა რაში, რომ თავადაზნაურებს იმ საკომპენსაციოდ მიცემული თანხიდან, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ უკვე, გარკვეული ნაწილი უნდა გადაედო საერთო საქმისთვის, ანუ ბანკის დაარსებისთვის და ამ თავადაზნაურთა ფულით დაარსებულ ბანკს უნდა ეტვირთა შემდეგი მისია, ძალიან საჭირო მისია იმ დროისთვის. ეს იყო, რომ თავადაზნაურებისთვის მიეცათ, ამ დამფუძნებლებისთვის მიეცა ბანკს გრძელვადიანი კრედიტი, რომელიც მოხმარდებოდა მეურნეობის განახლებას და მოდერნიზებას. რაც გულისხმობთ ერთშიც და მეორეშიც. გულისხმობთ იმას, რომ საჭირო მაგალითად ნარგავები, რომლებიც უკვე რა სიტყვა უნდა თქვა, მობერებული იყო, ანუ ყავგასული იყო, ძველი იყო, აღარ მსხოიარობა მისი და პროდუქტიულობა შემცირებული იყო. საჭირო იყო მისი განახლება, მაგალითად ვენახისა, ხეხილის ბაღისა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ასევე ვთქვათ შინაური ცხოველების შეძენა. ეს ყველაფერი მოითხოვდა საკმაოდ დიდ თანხას, რომელიც რეალურად თავადაზნაურებს გადადებული არ ჰქონდათ. ამიტომ კრედიტი ითვალისწინებდა განახლებას. ასევე საჭირო იყო მოდერნიზება, ანუ თუ ძველი მამულური წარმოება ეფუძნებოდა ყმურ შრომას, ეხლა ის უნდა დაფუძნებოდა უკვე დაქირავებულ შრომას და ამავე დროს უნდა გაზრდილიყო მისი წარმოებლურობა, მასშტაბი მისი. მაგალითად საჭირო იყო ამისთვის ადამიანს, რომელიც მევენახეობას მისდევდა და საკმაოდ დიდი მოსავალიც ექნებოდა, შეექმნა ვთქვათ ღვინის ქარხანა იმისთვის, რომ პროდუქტად შექმნა ვთქვათ ყურძნის ღვინოთ დაწურვა მასვე მოეხდინა და შემდეგ მისი რეალიზაციაც მას შეძლებოდა. საჭირო იყო ახალი სარწყავი არხის გაყვანა, ან ძველის შეკეთება. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს საკმაოდ მოძველებული მემამულური მეურნეობები უნდა გარდაქმნილიყო თანამედროვე მეურნეობებად და ამასთან საჭირო იყო ახალი შრომის იარაღების ვთქვათ შემოტანაც. ამისთვის საჭირო თანხებს კრედიტის სახით ბანკი პირდებოდა დამფუძნებლებს, რითაც მეურნეობები კი არ გაკოტრდებოდა, თუ კრედიტს კაცი გონივრულად მოიხმარდა, არამედ მოხდებოდა მისი განახლება და გაუმჯობესება. კიდევ სხვა მიზანიც ჰქონდა ამ ბანკს, კერძოდ კრედიტი, რა თქმა უნდა, უპროცენტოდ არ გაიცემოდა, პროცენტი ბანკის მოგებას შეადგენდა და აი ამ მოგებით ბანკს უნდა დაეფინანსებინა თავადაზნაურთა შვილების სწავლის პროცესი, საკუთრებით აქ იგულისხმება უმაღლესი განათლების მიღება, რომელიც ვიცით რომ ნიშნავდა რუსეთში წასვლას, იქ ცხოვრებას, რაც ძალიან დიდ ხარჯებთან იყო ვთქვათ დაკავშირებული. ასევე ბანკის მიზანი იყო ეროვნული წამოწყებების დაფინანსებაც, ანუ სხვა სახის ქველმოქმედებაც, მაგალითად დაფინანსება თეატრისა, დახმარება ჟურნალ-გაზეთებისა, სკოლისა და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ბანკი ძალიან მნიშვნელოვან დაწესებულებად, ფინანსურ დაწესებულებად უნდა ქცეულიყო ქართველი საზოგადოების ხელში. წმინდა ფინანსური, ეკონომიკური თვალსაზრისითაც და იმითაც, რომ ის ძირითად საქველმოქმედო ორგანიზაციად უნდა ქცეულიყო. თვითონ ბანკის დაარსების
შედგა კომისია, რომელსაც აი ეს წესდება უნდა შეემუშავებინა, წესდების შემმუშავებელ კომისიაში შედიოდნენ გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, თუმცა გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდა მათ მიდგომას ბანკის მიმართ 1870 წელს სათავადაზნაურო კრების თავმჯდომარე გახდა რევაზ ანდრონიკაშვილი, რომელმაც წამოაყენა სხვა იდეა, რომ უნდა შექმნილიყო არა ისეთი ბანკი, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ ბანკი, რომელიც გრძელვადიანი სასოფლო სამეურნეო კრედიტით მოამარაგებდა მიწისფლობელებს, არამედ უნდა შექმნილიყო რაღაც სასესხო ამხანაგობა, რომელიც ბანკს მინიმუმ დააკარგვინებდა საქველმოქმედო ორგანიზაციის ხასიათს და მეორე მხრივ მცირე კრედიტით, მცირე სესხით, მოკლე დროში რომელიც მოკლე დროში უნდა დაფარულიყო, მოამარაგებდა, ვთქვათ, მისწების შესთავაზებდა ესეთ სესხს თავადაზნაურებს. ეს ხასიათი ბანკისა არ შეესაბამებოდა მის დანიშნულებას. მოკლევადიანი სესხით შეიძლება მოკლევადიანმა სესხმა შეიძლება სესხებელს მოგება მისცეს, თქვათ, ვაჭრობის სფეროში, სადაც თვით ბრუნვა საკმაოდ სწრაფად ხდება ხოლმე. თუმცა სოფლის მეურნეობა ცოტა სხვა რამ არის. იქ 1-2 წელიწადში, რაც უნდა განაახლოს შენი მეურნეობა, შედეგი არ იქნება. რამდენიმე წელია საჭირო იმისთვის, რომ მეურნემ შედეგი მიიღოს, თქვათ, ახლა ჩაყრილმა ვაზმა გაიხაროს და შემდეგ მოსავალი მოქცეს. ამიტომაც ეს იდეა, ერთი შეხედვით კი თითქოს თავადაზნაურთა ნაწილისთვის მისაღებად ჩანდა, იმიტომ რომ სწრაფ სესხებს ითვალისწინებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ეს იდეა ამ იდეამ ვერ გაიმარჯვა და 1870-იანი წლებიდან უკვე ისე ილიას იდეა და დიმიტრი ყიფიანის იდეა გრძელვადიანი საკრედიტო დაწესებულებად შექმნილიყო ბანკი გაიმარჯვა. აი 1873 წლამდე ილია ჭავჭავაძე ამ საბანკო დაპირისპირების პერიპეტიებში მაინდამაინც ვერ იღებს მონაწილეობას, თქვენ იცით რომ ის დუშეთში მუშაობს მომრიგებელ მოსამართლედ და თერგდალეულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ილიას ეს სამსახურისთვის თავი დაენებებინა და ისევ აქტიურად ჩართულიყო, თქვათ, განმათავისუფლებელ ბრძოლაშიც და ამავე დროს, თქვათ, საბანკო საქმეებშიც. აი, ნიკო ნიკოლაძის ეს მოგონება არის ძალიან საინტერესო ამ მხრივ. ნიკო იგონებს, რომ რამდენჯერ დაგვჭირდა დუშეთში ასვლა 1871-1873 წლებში, რამდენ ყმაწვილს რამდენი მეცადინეობა დაგვჭირდა, რომ ილია ჭავჭავაძისთვის სახელმწიფო სამსახურზე ხელი აგვეღებინებინა, ბანკის დაარსება იერიში დაგვეღო, ბანკი განახლების ბანკად გვექცია და ილია ჭავჭავაძე ძალდატანებით ქართული საქმის მოთავედ ჩაგვეყენებინა. მთლად ისეც წარმოიდგენთ, რომ არა ნიკოლაძის ძალისხმევა ილია საბანკო საქმეს საერთოდ განერიდებოდა და დუშეთში სიცოცხლის ბოლომდე მოსამართლედ დარჩებოდა. უბრალოდ აქ მეორე მხარე დავინახოთ, თუ თერგდალეულებს რამხელა იმედი აქვთ ილიას ავტორიტეტისა და ილიასთან დგომისა, როგორც მართლაც ლიდერისა ამ მოძრაობის და მეორე თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ბანკს, რომელიც კი არ უნდა იქცეს თავადაზნაურთა წოდებრივ კუთვნილებად, არამედ ილიას სათავეში მოსვლით ბანკი იქცევა ეროვნულ საკუთრებად, ეროვნულ ინსტიტუტად, ეროვნულ დაწესებულებად. აი, ბრძოლა ამაზე არის. ბანკი ივანე ანდრონიკაშვილის მიზანი და სხვებისა გახლავთ ის, რომ ბანკი იქცეს თავადაზნაურთა წოდებრივ საკუთრებად. ჩვენ დავაფინანსეთ, ჩვენ შევქმენით, ჩვენ საჭიროებებს უნდა მოხმარდეს მთელი კაპიტალი. თერგდალეულთა მიზანი არის ის, რომ ბანკი თავის ფუნქციასაც ბუნებრივია უნდა ასრულებდეს, მაგრამ ის უნდა იყოს პირველი ყოვლისა მთელი ერის კუთვნილება და ეროვნულ საქველმოქმედო და
დაწესებულებად ჩამოყალიბდეს. 1872 წელს მართლაც გაიმართა თავადაზნაურთა კრება, რომელსაც საბოლოოდ უნდა განესაზღვრა ბანკის ხასიათი. თქვენ უკვე ხვდებით, რომ ეს კრება საკმაოდ დიდ პოლემიკას გამოიწვევდა, იმიტომ რომ ორი მიმართულებაა თითქოს სახეზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და ამ კრებაზე ილია ჭავჭავაძე წარსდგა საპროგრამო სიტყვით, უმრავლესობა მას დაუჭირა მხარი, ანუ მის იდეას და რევაზ ანდრონიკაშვილი ამ წესდების შემუშავებელი კომისიის თავმჯდომარეობიდან გადააყენა. ამის შემდეგ ამ კომისიას სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა და უკვე ხვდებით თუ რა მიმართულების წესდება შეიმუშავებდა ის. 1873-74 წლებში ბანკის წესდებას იმპერიის ფინანსთა სამინისტრო განიხილავდა, მას უნდა დაემტკიცებინა და საქმის დასაჩქარებლად ეს ძალიან ბიუროკრატიული სახელმწიფოა, სადაც საქმის განხილვას ხანდახან წლებიც კი ჭირდება ინსტანციიდან ინსტანციაში უნდა გადავიდეს, ბოლოს ვიღაცა უნდა აღმოჩნდეს, ვინც ხელს მოაწერს, ვინც დასტურს გასცემს, ბეჭედს დაასვამს, ამიტომ ილია ორჯერ გაემგზავრება პეტერბურგშიც, მოსკოვშიც, რათა მან ერთი ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკება აწარმოოს, რომ დააჩქაროს ეს საქმე და მეორე ილია, როგორც მომავალი ხელმძღვანელი ამ ბანკისა და რომელიც პრინციპში ეკონომისტი არც არის, ხო, ჩვენ ვიცით, თუმცა ბევრ რამეში როა გარკვეული და საუკეთესო ეკონომისტადაც ჩამოყალიბდება და ყველაზე დიდ ბანკირადაც ალბათ, ხო, საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ ეს ბანკი იქცა დიდ ბანკად, უკვე ძლიერ ბანკად ილიას ხელში, ეს სხვა რამეა, მაგრამ თავისთავად ილიას სურს გაეცნოს მსგავსი ბანკების ფუნქციონირების მექანიზმს და ამიტომაც ის ცდილობს თქვათ ესტუმროს ასეთ ბანკებს რუსეთში და ნახოს თუ როგორ არის იქ საქმის წარმოება აწყობილი და ზუსტად ამაზე მეტყველებს თქვათ ილიას წერილის ფრაგმენტი. მე გუშინ წინ მოვედი პეტერბურგიდან მოსკოვში, უგზავნის ეს ამ ფრაგმენტს მის მეუღლეს, უბრალოდ ფრაგმენტს კი არა, წერილს უგზავნის, რომელიც ფრაგმენტსაც ახლა ჩვენ ვკითხულობთ მის მეუღლეს. პეტერბურგში სულ 7 დღე ვიყავი და ჩვენი ბანკის თაობაზე დავბრუნდი. თუმცა ჩვენი წესდების დამტკიცების საქმე ძალიან კარგად მიდის, მაგრამ ჩვენ საქმის შესასწავლად არცერთ ბანკში არ გვიშვებენ. საშინელ გაჭირვებაში ვართ, ოღონდ ეს საზოგადო საქმე კეთილად წარიმართოს და ჩვენი პირადი მწუხარება ამის ჭირის სანაცვლოდ იყოს. ილია მაინც მოახერხა რამდენიმე ბანკის მუშაობას გაცნობოდა და ეს მას დაეხმარა კონკრეტულ საქმიანობაში, როცა ის უკვე ბანკის თავმჯდომარედ მოგვევლინება.